ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 18. გვარკვეული სიჩქარით მოძრავ სხეულზე მოქმედებას იწყებს მოძრაობის მიმართულების მქონე მუდმივი ძალაო. სხეულის სიჩქარის კვადრატი ამ მომენტიდან გავლილი მანძილის მიხედვით იცვლება შემდეგი კანონით: v კვადრატი უდრის 9+2s. სიდეები გაზომილია საერთაშორისო სისტემის ერთეულებში და ჩვენი მიზანია გავსაზღვროთ რის იტოლი იქნება სხეულის სიჩქარე ძალის მოქმედების დაწყებიდან 4 წამის შემდეგ. ხო, აქ გამომდინარე იქიდან რომ გვეუბნებიან რომ მოქმედებას იწყებს მოძრაობის მიმართულების მქონე ძალაო და სხეულს გაუჩნდება აჩქარება, ხო? და თანაბარად რადგანაც ძალა მუდმივი არის, შესაბამისად აჩქარებაც მუდმივი იქნება და თანაბარად აჩქარებული მოძრაობის დროს თუ გავიხსენებთ გავლილი მანძილი ტოლი არის v კვადრატს minus v0 კვადრატი შეფარდებული 200-თან, ხო? აქედან მოდით v კვადრატი განვსაზღვროთ. აქედან ჩვენ გამოგვივა რომ v კვადრატს minus v0 კვადრატი უდრის 2as, საიდანაც v კვადრატისთვის მივიღებთ რომ ეს ტოლი არის v0 კვადრატს minus 2as. მაგრამ ჩვენ v კვადრატის დამოკიდებულება ვიცით გავლილი მანძილზე როგორი არის. მეორე მხრივ v კვადრატი ტოლი არის 9 plus 2s. ეხლა შევადაროთ, ხო? ორივე v კვადრატი არის, მაშინ v0 კვადრატი ტოლი უნდა იყოს 9, ესე იგი v0 კვადრატი გამოგვდის 9 ტოლი, საიდანაც v0-ისთვის მივიღებთ რომ ტოლი არის 3 მეტრწამის საწყისი სიჩქარე. ხოლო s-ის წინდგომი კოეფიციენტი აქ არის 2a. აქ s-ის წინდგომი კოეფიციენტი არის 2. შესაბამისად 2a გამოდის რომ ტოლი უნდა იყოს 2-ის, საიდანაც აჩქარებისთვის მივიღებთ რომ ტოლი არის 2 გაყოფილი 2-ზე 1 მეტრწამ კვადრატის. მეორე მხრივ თუ გავიხსენებთ რომ სიჩქარე დროზე თანაბარად აჩქარებული მოძრაობის დროს სიჩქარე დროზე შემდეგი სახით არის დამოკიდებული v უდრის v0 plus at და ეხლა ჩავსვათ, ხო? ეს ტოლი იქნება v0 ნაპოვნი გვაქვს 3, დამატებული აჩქარება ნაპოვნი გვაქვს 1. ეს კიდე უნდა გამრავლდეს იმ მოძრაობის დროზე, რა დროის განმავლობაში ჩვენ სიჩქარეს ვიკითხებიან. ეს არის 4 წამი t, ხო? ეს კიდე უნდა გამრავლდეს 4-ზე და მივიღებთ 7 მეტრწამს. შესაბამისად, საბოლოოდ დავწეროთ პასუხი v ტოლი ყოფილა 4 წამის შემდეგ 7 მეტრწამის. პასუხი B.